ბილეთი გნებავთ? დიახ, ორი ბილეთი. ორი ბილეთი. გამარჯობა. აი мама, რო გითხარი კინოში წაგიყვან თქო, ხო არ კარგი мама? არა ვარ? ალბათო ბილეტები ხო გვაქვს? დიახ, გვაქვს. კი, ორი ბილეთი დაგჭირდება აუცილებლად. მამა, პოპკორნიო. მამა, პოპკორნსაც გიყიდი, აბა რატო წამოვიღეთ? გაზი, ტაფა და ესა. გავალ, გვერდზე და შეგიწვა, მოგიხალა უცებ. ხო, ისა, ალბათო, ბილეთი რა ღირს? ბილეთი 10 ლარი. რამდენი? 10 ლარი. 10 ლარი? ერთი წუთით. მამა, მომისმინე? მოდი აღერან. ესე იგი, ერთი ბილეთის ფული გვაქვს მამა. ხო და შევალ მე. და რო გამოვალ მე მოგიყვები. ამა, მე შევალ, მე მოგიყვები. მამა, შენ ხო იცი მოყოლა, რო არ გივარგა. ამას კინო რომ მოვიყე, ვერ გავიგე ვერაფერს, საერთოდ. შენ მოგცე მაგერ ტელეფონს და დადექი კუთხე შეთვის და ითამაშე სნეიკი. ავტომატებზე რა მინდა? არა, მამა, მე პრობლემა, ადი ავტომატებთან დადექი და იქ ითამაშე სნეიკი. ჩემი მამა, მე არა. პრობლემა. ქალბატონო და ეს მულტფილმი რაზეა? შინაარსი გაიგე. დიახ, ხო. ესე იგი, პირველ ყოფილებზეა, რომლებიც ცხოვრობენ ოჯახია, ცხოვრობენ გამოქვაბულში, მერე სამწუხაროდ ხდება მიწისძვრა. და ეს ოჯახი მიდის თავის გადასარჩენად ისეთ ადგილას, სადაც ნუ მშვიდად იქნებიან და 1000 თავგადასავალი არის. ძალიან რა კარგი მულტფილმი, მომეწონა. აღარ მინდა ბილეთი, მადლობთ. წამოდი მამა? აი, კინოში ხო ვიყავით? ეხლა წაგიყვან თოჯინების თეატრის სალაროში. და მერე თუ მოიქცევ იქ ჭკვიანად, მერე წაგიყვან უკვე მაკდონალდში და განახებ როგორ იწვება კარტოფილი ფრი. ასე გემრიელად, კარგად გამოგვეძინე. ერთი როდიში. ორი გამო. სად რა არის? სად მიდიხარ? იგი დაიგავე, რა თქმა უნდა. არა, პირველ ყოფილებზე მინდა, კაცო. მე რა პირველ ყოფილებზე რო გინდა, გამოდი. მე რა პირველ ყოფილი ვარ, შეუგნებელი ვარ, კაცო, რა ვერ გაიგე. ერთი წუთი, კაცო, რა მოხდა, კაცო, პირველ ყოფილი ვარ. შეუგნებელი რო იქნები, ადამიანი უნდა იყო ბოლომდე. ორი ბილეთი. გამარჯობა, ბოდიში რა, დაჯავშნული მაგდა, ერთი წუთი მიმიშვი. რა დაჯავშნული, ერთი წუთი, იგი დაიგავე, ერთი გაუშვი. დაუჯავშნე, სოფლიდან ავარ ჩამოსული, შემა ნათესავმა დამიჯავშნა რა, დავიღე. ჩემი ნაცავ თამაშობს კაცო ამ ფილმში. თამაშობს? ხო, აი ეს არის, აი მაგარი კაცი, ძალიან სასაცილო კაცი სოფელში, მაგრამ ვაციანს ხონდა, ეხლა ვნახოთ რა შვება ფილმში რა. უცებ ავიღებ ბილეთს რა. შენ შემოგევლე. გამარჯობა. აბა გვარი მითხარით, რაზეა დაჯავშნული? ქურციკიძე. ხურციკიძე. ხო, ფუქსები ვართ ჩვენს, ოღონდ გადავიკეთეთ თქვა. გასაგები. არის. აი ჩემი ნათესავი თამაშობს. დიახ. ესე იგი მე მინდა 3 არ კაცო, 2 ბილეთი მინდა. კი ბატონო. აი, მოდით. ეს ხვები რა თქმა. უი, უკაცრავად. სულ გამოვიწყდა. ეს ხვები რა შუაშია ვერ გავიგე. საერთოდ ბილეთი თუ გნებავთ, მომეცით ფული გადაიხადეთ და მე მოგცემთ ბილეთს. რა შუაშია კაცო, ნათესავმა მითხრა ერთი ბილეთი ღირს ქვანახევარი. მოგეცით 3 ქვა კაცო. უნდა ავიღო? მოცლილი ხართ, ვიღაცა რიგია ამხენა გამოატარეთ ხალხი. კაცო, კურსი ნახეთ, თუ გინდათ ერთი ქვა არის 1 და 90, 100-ია და რა ვქნა კაცო, მაშინ რაც იყო, იმ ვალუტას გაძლევთ, მეტი რა ვქნა. აი ამ ქვების შესაბამისი ბილეთები მაშინ წამო. ეს არის? მადლობა. მადლობთ. ორი ბილეთი მომეც. ავატარეთ რა ქუთაისიდან ვარ. ჩემოდანი კინოში ხარ ვაფშე ნამყოფი. კინოში როგორ არ ვარ ნამყოფი? რომელ რიგში იდე? მეორეში რა იყო? ბოლო რიგში არ ახარ ნაჟო. არა, რატომ ეკითხები? შენ არ ყოფილიყარ ფაქტიურად კინოში ნამყოფი ჩვენ. შენ ვერ ახარ იყიდე ბილეთს თუ ყიდო. ეს რა ხდება ვაფშე? რაში რა საქმეა? პირველ ყოფილებზეა მულტფილმი ძალიან კარგი სხვათაშორის. ხო. და რაზეა მულტფილმი? პირველ ყოფილებზე. ანუ რა ხდება აი? აი გამოქვაბულში ცხოვრობენ. მეც რაზეა? პირველ ყოფილებზე. შენი ძმისნაირებზე ყოფილა და უყურე. შენ ვერ ახარ? რა შუაშია ჩემი ძმა? შენი ძმისნაირებზე ყოფილა და უყურე. მომეცი, ერთი ბილეთი მომეცი რა. ერთი? ერთი მომეცი, ერთი. რა ერთი?
ერთი სად ბილეთი. გავჯდე მერე? ego პაპას შოუჯდები კალთაში. გაკლია ხო? მოდი, ერთი იგი თორე და მეწავე. მე ისე საჰა და დაჯექი შენ და მე ფეხზე დავდგები ან რაღაცა რა ვიცი. რა დადგები ფეხზე ორი ცალი იყიდე. რა პრეტენზიული ხალხი გარ დეთვილისლები. მე იცი მოდი ერთი წუთი აგე. რაიმე უკაცრავა ჩხილო მე ბოლო რომელია თქვენ ხარ გამნიშნულობა ხსენს არ გეჩქარება თქვენ ისეთი გამომეტყველება გაქვთ გამარჯობა გენაცვალე რა ხდება ახლა ამ ხელარიგი რაზე არის რამე ისეთი საინტერესო ფილმია ამერიკული მულტფილმია ქუცების ოჯახი. აჰა ძალიან კარგი. ანუ შემოიღეთ უკვე ამერიკული ფილმები და დაიწყეთ ხო ბავშვების მოწამვლა ჰა? არა გწვენია გენაცვალე. აი აქ რო ზიხარ ამ ხელაქალი როგორ შეიძლება ესაა თქვენი ქართველობა და ადამიანობა ერთი გამაგებინეთ ჰა? როგორ შეიძლება ადრე კაცო ჩვენ კომბლეს და იმას რო უყურებდით ნაცარქექიას კომბლეს და ნაცარქექიას რო უყურებდით ყველა ხო? მაგით ვინარჩუნებდით ჩვენ ბავშვობას და ქართველობას. ეხლა კიდე შემოიღეთ ეს გაყვნილი რაღაც ამერიკული მულტფილმები და წამლავთ ბავშვებს. მე რა შუაში ვარ. შუაში კი არა თავში ხარ კაცო ერთი გაჩერდი მაპატიაშვილო რა ნედებზე ვარ მოშლი აგებებული ვარ. როგორ შეიძლება? თან რაც თავარია შვილო რაც თავარია ახლა შენ გარამინდა ხო რომ ამ ყველაფერს ეს ბავშვები იმეორებენ კაცო იმეორებენ როგორ შეიძლება ადრე ჩვენ რო კომბლეს და ნაცარქექიას უყურებდით გამოვდიოდით ეს ჩემი პლიადის ხალხი ახლა თქვენ ჩემი ასაკის ბრძანდებით ხო და ხან თვალებს ვაჭიდავდით და ვაბრიალებდით ძროხასავი ხან ნაცარში ვიქექებოდით აი ესე ვიყავით აი ესეთი ბავშვობა ქონდა ეხლა კიდე ეს ბავშვები გამოდიან და იცინიან. რატო ხალხო, რატო აცინებთ ბავშვებს, როგორ შეიძლება, ჰა? ესე უნდა გარყნათ თაობა? მე ეს ბავშვი გამოვა და ადგება და სხვას გააცინებს. მე ეს ადგება და სხვას გააცინებს. ის სხვა კიდე სხვა და აი ესეა რომ ირყვნებით და წაბეწულები ხართ და საერთოდ გათახსირებულები ამაპატიეთქვილი. როგორ შეიძლება? საერთოდაც ერთი მაინტერესებს ვინ ახლოვანებს ამ ყველაფერს, ამ მაიმუნობას და მასხრობას. ამას ახლოვანებენ იკა არაბიძე, თათია სულუაშვილი, გიორგი მარშანია, ეკა აფშილავა, ბექაონიანი და მე. ესე იგი ჩვენი კომედი შოუს ნიჭიერი მასხრები არა? ტაკი მასხრები, რაიმე. კომედი შოუ ახლა. არა და როგორი კარგები არიან, როგორი ნაძირლები, როგორი ნიჭიერები. ისი არ ვიძინებ ღამეს, მაგა თუ არ უყურე შვილო. ის რა მიწისა ხარ შენ? კარგი ბიჭი ხარ. ვერ ვიძინებ, რომელი საათია ახლა? 11. ანუ ფაქტიურად იწყება უკვე კომედი შოუ? დიახ, იწყება. ანუ რაღაც ველოდებით, მაშინ წავიდეთ და ვუყუროთ. ხო ერთი რას იზავენ, აბა როგორ გამაცინებენ. რა უნდა ეხლა მაგას რა ესე მაცინონ, מחარხარონ, ეგუდათ, არა? წავედით შულო ეხლა ნუ დავდგათ, რა ბოჭდასავი და თვალები. წავედით მე კიდევ ყველა გილოს. აბა გამაცინონ და ვიცინოთ ყველა ვიხარხაროთ ერთი რა.